ნიკა გვარამია აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება და განახლებული სტრატეგიით მოქმედებას აანონსებს. ერთად უნდა ვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ გამარჯვება. განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ციხის დატოვების შემდეგ. მან რუსთავის მე-12 სასჯელ ახსნილების დაწესებულებაში 8 თვე გაატარა. გვარამია ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის არაღიარების გამო გაასამართლეს კიდევ 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მსგავსად. თუმცა ოცნების მთავრობის მხრიდან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ამით არ სრულდება. მას ბრალდებული სტატუსი აქვს კიდევ ერთ ახალ საბოტაჟის საქმეზე. ფორმულას ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი უორსდება ჩვენს ეთერს. მან მოისმინა ოპოზიციონერი ლიდერის მიერ ციხესთან გაკეთებული გზავნილები. ნატალი, გითხარი მეტი, რას გეგმავს ის პოლიტიკურ საქმიანობაში? 8 თვიანი ტყვეობის შემდეგ ნიკა გვარამია თავისუფალია. ოპოზიციონერმა სულ ცოტა ხნის წინ დატოვა რუსთავის მე-12 პენტენციური დაწესებულება. რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას აქ დახვნენ მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრეები და თანაგუნდელები. ისინი ოვაციებით შეხვდნენ ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლას და დღეს 8 თვის შემდეგ პირველად გააკეთა ნიკა გვარამიამ საკმაოდ ვრცელი განცხადებები ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. კოალიციის ლიდერმა ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე საკუთარ ხედვაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ მართვის სადავეებს ჩამოშორდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. პირველ რიგში კი საკუთარი სიტყვა დაიწყო იმით, რომ მისი განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე თავისუფლებაზეა, არაერთი პოლიტიკური პატიმარი ამ დრომდე ციხეშია, სინდისის არაერთი ტყვე ყავს, გისოსებს მიღმა გამომწყდეული ქართულ ოცნებას და მათ შორის ნიკა გვარამიამ თქვა ისიც, რომ ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნებიც არიან მისთვის პოლიტიკური პატიმრები, ვინაიდან არც მათთან მიმართებით მოქმედებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპი და როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მათ არ ღირსებიათ და არც ეღირსებათ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სამართლიანი სასამართლო. მან განაცხადა, რომ ერთგვარი საწვავია პოლიტპატიმრები რეჟიმისთვის. რეჟიმი ვერ იარსებებს შიშის დანერგვის და რეპრესიების გარეშე და განაცხადა, რომ იბრძოლებს ბოლომდე და გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს ადამიანები, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ ციხიდან. შერეული ემოციები მაქვს. რა თქმა უნდა, ყველას ნახვა მიხარია ჩემი ცოლშვილის პირველ რიგში. მაგრამ უხერხულად გრძნობ თავს რომ არ დაგიმალოთ. რომ ადამიანები იქ რჩებიან კიდევ. არა მხოლოდ ამ ციხეში, აგერ გვერდით ქალთა ციხეში. უამრავი ადამიანი გდანის ციხეში, რუსთავის იქით ციხეში კიდე საბა ჩვენი. უხერხულობა გარდაიქმნება იმათ, რომ მალე ძალიან, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ მათი აქედან გამოსაყვანად. აქ ვინც კოცები არიან ახლა, ხო, თუ უკვე აღარ არიან კოცები, მაგრამ მათი ყოფილი თანამდებობის პირები, ნუ მე ამ ხალხს პირდაპირ გეტყვით, ასე რაც არ უნდა მოყვეს ახლა ამ ჩემ ნათქვამს და ვიცი რომ მოყვება აუცილებლად, მე მათ განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად, იმიტომ რომ პოლიტიკური პატიმრება იზომება არა იმით ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება, ან ჩვენ გონია რომ ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა. პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება ამ ხელისუფლების პირობებში თავისუფალი სასამართლო. რეჟიმი პოლიტპატიმრების გარეშე საწვავია მათთვის რეალურად. იმიტომ რომ შიშია მათი მთავარი საწვავი. ჩვენ თუ პროექცირებთ ამ შიშს, გვეშინია და ამ შემდეგ, ეს არის ერთადერთი საწვავი, რომელიც თავის დანგრეულ ავტომობილში ახლა ისინი ასხამენ. ნიკა გვარამია აგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას და პოლიტიკურ ბრძოლას, როგორც კოალიციის ლიდერმა განაცხადა, ის მყისიერად დაიწყებს კონსულტაციებს აბსოლუტურად ყველასთან და მისი ხედვა ასეთია, რომ ოპოზიციურ ველზე ყველა უნდა იყოს ერთად. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც იმოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს ხოლმე საარჩევნო კამპანიების დროს რეჟიმის წინააღმდეგ და როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, ის მოისმენს აბსოლუტურად ყველას პოზიციებს. მე მგონია რომ თავარი არის
ის თუ როგორ მოქმედებთ და რისთვის რას ვაკეთებთ კონკრეტულად. გულწრფელად გეტყვით, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ჩვენ უნდა გქონდეს ჩვეულებრივი სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანია. მე ამაში არ გულისხმობ, რომ არჩევნებზე წავდგეთ რაღაცა ერთ-ერთ სუბიექტად ამაზე მიმართული არ, როგორც მოქმედებენ პარტიები, ოპოზიცია, ამ შემთხვევაში ვიტყოდი გაერთიანებული ოპოზიცია, აი ყველაზე მეტად ეს ტერმინი მომწონს თუ გაინტერესებთ, როგორც მოქმედებს გაერთიანებული ოპოზიცია რეჟიმთან დაპირისპირების დროს არჩევნებისას. უახლოეს დღეებში აპირებთ, რომ შეხვედრები გამართოთ ოპოზიციურ პარტიებთან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან აუცილებელია მაგალითად შეხვედრები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ყველასთან ვაპირებ შეხვედრას, საერთოდ არანაირი რეზერვაცია არ მაქვს, მათ შორის იმათთან, ვინც ძალიან ცუდად, ასე ვთქვათ, მიხსენიებს, ან ცუდი წარმოდგენა აქვს ჩემზე, ჩემ პროფესიის ნაწილია ამის მე საერთოდ არ მიკვირს. ნიკა გვარამიას რუსთავის მე-12 პენტენციურ დაწესებულებასთან დახვნენ ყოფილი პატიმრები, პოლიტიკოსები ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, რომლებიც იგივე ბრალდებით იჯდნენ თვეების განმავლობაში ამავე ციხეში და მათ განაცხადეს, რომ მოულოდნელი არაფერი არ არის დღეს რეჟიმისგან, მათი განცხადებით ოლიგარქი წამსვლელია ყველაფერზე, ვინაიდან მას არ აქვს არანაირი წითელი ხაზი და მას სჭირდება ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ყოლა, ასევე ვესაუბრეთ ნიკა გვარამიას მეუღლესაც, რომელიც ამბობს, რომ ელოდება ყველაფერს, მათ შორის იმასაც, რომ ისევ შეაბრუნებენ უკან ციხეში ნებისმიერ მომენტში ნიკა გვარამიას. ეს არის უნიჭოთ, რა ვიცი, დადგმული სპექტაკლი, უნიჭო რეჟისურა და უნიჭოთ შეთითქმული საქმე. არანაირი სამართლებრივი კავშირი, არანაირი დანაშაულთან არც ერთ საქმეს კონკრეტულად ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით არანაირი სამართლიანი საფუძველი არ აქვს. ეს უბრალოდ წინააღმდეგობისთვის არის შექმნილი, რომ ხელი შეუშალონ ამ ადამიანებს თავის ბრძოლაში. გააზრებული გვაქვს კარგად, რომ ამ ბრძოლის ნაწილი არის თუნდაც პატიმრობაც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისტორია ძალიან ჯიუტია, ის ყოველთვის გვახსენებს, რომ ტყვეობა დროებითია, მაგრამ თავისუფლების სურვილი და თავისუფლებისთვის ბრძოლა არა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ვიზეიმებთ, რომ ყველა უსამართლოდ დაკავებული პატიმარი, აბსოლუტურად ყველა და სამწუხარო ძალიან დიდია რიცხვი, ყველა დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას და ყველანი ვიზეიმებთ იმას, რომ ვიცხოვრეთ ნორმალურ ქვეყანაში. ხო, ჩვენ რისთვის ვიბრძვით? გვინდა რომ საქართველოში იყოს ნორმალური ვითარება. ეს საზოგადოებასაც მინდა უთხრა, ეს ხო არანორმალურია ეხლა, რომ პოლიტიკოსი რო ხარ და განსხვავებული აზრი გაქვს, ამის გამო ციხეში გსვავენ. ეს ჩვენ ხო არ გვინდა ასეთი ქვეყანა. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელშიც არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, არსებობს სამართლიანობის მექანიზმები, არსებობს ევროკავშირისკენ მიდის, ამისთვის ვიბრძვით. როცა ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი ან ციხეში ყავს, ან გარეთ არის, მაგრამ ბრალი გაქვს წაყენებული და გასაჯერის სკამზეც და ელოდება, რომ რამდენიმე წლიანი პატიმრობა ელის ისევ და ეგეთი არის 809 ადამიანი ახლა. საგეთადეთი მიზანი, რომ დასავლეთმა ამ ქვეყანასთან გაწყვეტოს ყველანაირი კონტაქტი. ხო, გასაგებია, რომ რაღაც ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება არის გამორიცხული იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში ან ციხისკენ გზაზე. ეგ არის თავარი ამბავი არის ეგ, რომ თუ რამე ძაფები კიდე დარჩა დამაკავშირებული ჩვენსა და ცივილიზებულ თავისუფალ სამყაროს შორის, ეს ძაფები ბოლომდე ჩაწყვეტოს რუსეთმა. ოპოზიციონერი ლიდერი, კოალიცია ცვლილებისთვის თავმჯდომარე თავისუფალია ნიკა გვარამია ზუსტად 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა აქ რუსთავის მე-12 პენტენციურ დაწესებულებაში სამარტო საკანში, მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ გამოცხადდა ოცნების პარლამენტში თეატრულუკიანი საგამოძიებო კომისიაში, თუმცა მის წინააღმდეგ აღძრულია კიდევ ერთი საქმე ბრჭყალებში საბოტაჟის მუხლით და შესაბამისად ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი, რომ ისევ უკან შეაბრუნონ ციხეში ნიკა გვარამია და სავარაუდოდ ამ საქმეზეც უახლოეს დღეებში ჩაინიშნება პროცესი.